ძველი რადიო. რადიო იმედის ეთერშია ძველი რადიო ნინო მეუნარგიასა და მიხეილ მიმინოშვილთან ერთად. ძველი რადიო. დაგიბრუნდით ძველი რადიო მიშა და ნინო. ყველას მოგესალმებით, ვინც ახლა შემოგვიერთდით. კიდევ ერთხელ დილამშვიდობისა, თუმცა უკვე დღემშვიდობისა. შემაშინე რომ დღეს აღარო. არა, ჩვეულებრივ სტუმართან ერთად ფართო საზოგადოება იცნობს, სოფო ერქომაიშვილია. ჩვენი სტუმარი დღეს მოგესალმებით, სოფო, დიდი მადლობა რომ გვეწვით. და რაც შეეხება დაანონსებას, ესე ბევრი ვიფიქრე და მოკლედ ესე მოვიფიქრე, სიმღერა ცხოვრების მთავარი არჩევანი და სიახლის ძიების გზა, უბრალოდ სიახლეების ძიების გზა და მე მგონი ზუსტად სოფო შეეფერება ეს ყველაფერი. მართლა პროფესიონალი ვოკალისტი და არაჩვეულებრივი მანერა შესრულების და აი მოდი თავიდან დავიწყოთ სოფიო, როგორ მოხდით, ანუ ბავშვობიდან იწყება ყველაფერი ნამდვილად და თამით უმეტეს ისეთი გვარი წარმომადგენელი გზანდებით, რომ აქ უკვე ბმაც გამოკვეთილია. მოდით დავიწყოთ ბავშვობიდან. ხო, ბროში მოგესალმებით კიდევ ერთხელ და მადლობა რომ დღეს აქ ვარ თქვენთან და ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა გითხრათ. ხო, ჩემი ამბავი ძალიან პატარა ბავშვობიდან იწყება, ჯერ კიდევ ბაღის ასაკიდან. მღეროდი, სულ ღირინებდი, ესე მეუბნები, ამიტომ მე რა თქმა უნდა გურიაში ხდება ჯერ კიდევ კი. მე ცოტათი რომ წამოვიზარდე, მოხვდი ტაძარში. ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩემთვის არ ვიცი და ყველასთვის ალბათ. და იქ დავიწყე გალობა და რამდენი წლის იყო? ეს იყო 10-12 წლის. ესე იგი გამოკვეთილი იყო უკვე ვოკალური. კი, გამოკვეთილი და დედას მეგობარმა წამიყვანა, იმიტომ რომ ჩვენო იქ გჭირდებაო, სოფოსნაირი ხმაო, გვაკლიაო იქ რაღაც გალობაშიო და აუცილებლად და ხა მე ბავშვი ვარ, ხა პატარა წარმოიდგინეთ, ცოტა ისე არ მაქვს გააზრებული ეს ხო ხდებით იქ კიდე სხვა სპეციფიკაა ეს ბავშვური გადასახედიდან ცოტა ის იყო, მაგრამ იმდენად გახდა ეს დღემდე ალბათ ის წყალობა მომყვება და ის ბედნიერი წუთები რაც იმ წლებში გავატარე. და რაც შეეხება ბავშვობას და აი როდესაც პირველად აი ამ რაღაც სხვა განცდა უბრალოდ დაგეუფლება და ეს ტაძართან იყო კავშირში და გალობა თქვენ ანუ გალობით დაიწყეთ სიმღერა ეს რა თქმა უნდა არის დაუვიწყარი თუმცა შემდეგ უკვე მოდის სხვა ეტაპი ხო და აი საინტერესოა შემდეგ აი ეს ეტაპი როდის დადგა როგორ გაგრძელდა თქვენი ზოგადად კომუნიკაცია მოდი ასე ვთქვათ უბრალოდ ცხოვრება მუსიკასთან ერთად როგორ ჩამოყალიბდით პროფესიონალი ვოკალისტი აი დამეხმარა მიშა და აი პირველი გასვლა სცენაზე აი ეს რო გავიხსენე. დიახ, ესე იგი დადგა მე ის მომენტი რომ მე უნდა წამოვსულიყავი თბილისში, დედაქალაქში და გამეგრძელებია ჩემი მოღვაწეობა მუსიკალურად, იმიტომ რომ სხვა ვერც წარმომიდგენია რა უნდა მეკეთებია. ანუ უკვე გადაწყვეტილი ქონდათ ეს უკვე გადაწყვეტილი იყო და ნუ აი ესე მოკლედ ჩამოვედი თბილისში და ვინ თუ არა ბატონი აზორ ერქომაიშვილის ვესტუმრეთ მე და ჩემი და როგორ კარგად მახსოვს ის დღეები და ძალიან თბილად მიგვიღო და მოკლედ ბატონი აზორის ხელმოწერით მოკლედ მოვხდი საესტრადო სასწავლებელში. შოთა მილორავის კი, იმიტომ რომ მოსამზადებელი კურსი იყო მაშინ და პირდაპირ დამსვეს მოსამზადებელ კურსზე და მე იყო მოკლედ გავაგრძელე აქტიურად სწავლა. ნახეთ სოფო ერქომაიშვილი, აზორ ერქომაიშვილის რეკომენდაციით ეხა ნუ. არა თან მე მომეწონა თქვენ კადრის მიღმა ბრძანეთ სანამ ჩვენ სტუდიაში შევიდოდით რომ თქვენი ვოკალი ძალიან მოეწონა და კი ძალიან სხვათა შორის ხო ვიტყვი აქვე რომ რატო ბიჭი არ ხარო თორე აუცილებლად სოლისტი იქნებოდითო ჩემს გუნდშიო და მე მგონი აზორის შვილიც ეგონა ხო ეგ იყო ცოტა მიდგმა-მოთქმები და ნუ მე რა თქმა უნდა გაიგეს რომ ესე არ იყო და ყველაფერი დაალაგდა ისე როგორც უნდა ყოფილიყო გავაგრძელე მოკლედ სწავლა და პედაგოგი აუცილებლად უნდა გითხრათ ჩემი პირველი პედაგოგი იყო ჯულიეტა მურადელი. დიახ, მერაბ სეფაშვილის დედა, საყვარლესი ადამიანი, ნუ აი არ ვიცი. მახსოვს პირველად რომ მომისმინა, თქვა რომ
ეს გოგონა აუცილებლად ჩემთან უნდა იყოს და მართლაც ძალიან ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მე მერაბი ძალიან მიყვარდა ბავშვობიდან usmendi თავის, რომ ვერასოდეს ვერ წარმომედგინა თუ თავის დედასთან მომიწევდა ესე ახლო და ესეთი მეგობრობა. მნიშვნელოვანია ვის ხელში მოხდება პირველად ხო ბავშვი. თქვენ როცა მღერით რაღაც აი მხოლოდ ხმა ის რაღაც განსხვავებული ტემბრი გაქვთ ეს გასაგებია, მაგრამ თან რაღაცა სცენაზე მოძრაობის მომენტიც არის. ანუ ეს სამსახიობო ესე შესწავლილია. ხო, ეს თავისთავად დაიხვეწა უკვე. ანუ ამასაც გადიოდით? გავდიოდით, რა თქმა უნდა. იქ გავდიოდით მეტყველებს, ბაჭყალშვილის მეტყველების პედაგოგი მყავდა დავით სოკოლოვი. ისე მიყვარდა, ვაიმე ბატონი დავითი. თან გურულად უქცევდი ხოლმე პატარა. ახლა მაგენი შენ არ გამოვიო აქ, მითხრა. დატოვე ახლა მაგენი გურიაში და ახლა ცოტა გადმოერთე. ხო, ძალიან ისე თბილად და კარგად მახსოვს ბატონი დავითი. ხო, ნუ ძალიან ისეთი პედაგოგები ყავდა ჩვენ საკმაოდ და გული მწყდება იმაზე, რომ ეს სასწავლებელი აღარ არსებობს და ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მომავალი თაობისთვის. ძალიან არ არის ეს ისე მარტივი, ანუ ნიჭი გააქვს, მაგრამ მაგას უნდა გამოცდილი პედაგოგი, გამოცდილი ოსტატი, ვინც გვერდში გაგიგებოდა. მქონდა ამის კი. ფუფუნება ნამდვილად. და მერე იყო კონცერტები, რა თქმა უნდა. აი დავიწყოთ ახლა კონცერტები. თუ გახსოვთ პირველი კონცერტი და პირველი ემოცია. ნამდვილად გრიბოედოვის თეატრში იყო. და სხვათა შორის ჩვენი მომღერალი ლელა წურწუმი ესეთი ჩვენი სასწავლებელი აქვს დამთავრდა და მაშინ პირველად გავიცანით ლელა ჩვენს 30 წლის იუბილეი იყო და იქ მოხვდით მოკლედ ერთად გამოვედით კოც ეს იმდენად ემოციური პირველი ამხელა სცენა ეს პროჟექტორები აინთო ვიფიქრე სადავა რა ღმერთო ეხლა რა მაგრამ რა თქმა უნდა ცოცხლად იყო იქ ყველაფერი ფორტეპიано მაშინ ფონოგრამებიც არ იყო კონსერვ ანუ ჩვეულებრივად კონცერტმეისტერი ყავდა და ეს ყველაფერი ცოცხალი შესრულებით და დღემდე მომყვება ეს ცოცხალი ზუსტად გამომუშავებული იმ დროინდელი ეს ყველაფერი რომ დღეს ჩვენ პრობლემა არ არის რომ ცოცხალი შესრულებით საინტერესო თემა შეეხეთ ცოცხალი შესრულება რა თქმა უნდა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და კიდე საინტერესო რომ თქვით რომ დღემდე მომყვებაო ნამდვილად ესეა და კარგით კი ბატონო ნამდვილად ასეა თუმცა ხა დღეს ნახეთ გადის დრო იცვლება ეპოქა იცვლება რა თქმა უნდა გემოვნებაც და რა არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ის საფუძველი რაც უცვლელია რაც მომღერალი ხართ და ყველა მომღერალს უნდა კონდეს და რითიც დაუშვათ თქვენ მაყურებელთა იქნება და მსმენელთა რაოდენობა დაუშვათ თქვენი თაყვანისმცემელი ხდება აი ის მთავარი ძალიან ბევრი მომღერალია ხო კი ბატონო და არიან მომღერლები ხა ჩვენ ვამბობთ მოგწონს ძალიან მაგრამ დაუშვათ ახალგაზრდები არ უსმენ კი ბატონო ყველამ რო გისმინოთ ცოტა რთულია ძალიან მაგრამ მე ჩემი ოქროს წესია ეს რაც არ უნდა ცუდ ხმაზე ვიყო გაცივებული ვიყო ანუ ნუ ხო ვართ ადამიანები ყოველთვის არ ვართ ხო მირჩევნია ვიმღერო ცოცხლად და ეს ცოცხალ ნამღერი ემოცია არ არსებობს რომ არ მივიდეს მსმენელთან გულით ნამღერი იმიტომ რომ ვერაფრით ვერ წარმომიდგენია რომ ესე ნუ ხო ხვდებით არის მომენტები სადაც გვიწევს ისეთი სიტუაცია ეს აუცილებელია მაგრამ იქაც მე არ არსებობს რომ არ ვიბღერო მაინც ზემოდან იმიტომ რომ სხვანაირად არ შემიძლია ერთი სიმღერა კი მაგრამ მთელი კონცერტი მე ხომ ყოველდღიურ რეჟიმში ესე ვარ ჩემი მთელი ცხოვრება 7 საათზე იწყება და 12 საათამდე ხო ნუ ერთ-ერთ რესტორანში ხარ დავასახელებს სახელს კი ბატონო ეს ხდება მთელი აი რა ვიცი მთელი ცხოვრება ესე მოვდივარ თქვენ ხო წარმოგიდგენიათ ეხლა ხან ადამიანები ვართ არა ვართ ხმაზე ხო ან გაციება ეს აბსოლუტურად რო ავდივარ სცენაზე იქ მთავრდება ჩემი ცუდი ყოფნა ცუდი ხასიათი ცუდი იწება ცოცხალი სიმღერით და მთავრდება ეს თქვენ კონკურსებში მიგიღიათ ხო ძალიან ბევრი თითქმის ყველაში სხვათა შორის წერან საუბრობდით მამუკა ბატონ მამუკა გლონძე და პირველი მუსიკალური კონკურსში მაშინ მაქვს მიღებული და იქედან მოყოლებული დღემდე არ გავჩერებულ ვარ ბოლო იყო საქართველოს ხმა დაჟე ხო აი ბოლოს ვიძახთი უკვე აღარ დავანებო რა უნდა თავი ამ კომპიუტერო რაღაცნაირად არ მიმართლებდა ისე რომ
მაგრამ არ ვნანობ ამას. მაინც ვიღებდი რაღაც გამოცდილებას. რაღაც ხო გამოცდილება ვფიქრობ, იმიტომ უნდა მიიღოს ყველა მაინც. კი სტრესულია, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინც არ ვნანობ, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი. კი. სოფიო, არის რაღაცა გარდამტეხი რაღაცა მომენტი, როდესაც თუნდაც კონკურსი აღნიშნეთ, კონცერტი აღნიშნეთ, ან ურთიერთობა პედაგოგი, თქვენთვის რა იყო? ის, როდესაც უკვე ის მომენტი, როდესაც უკვე თქვენ გადადგით სერიოზული ნაბიჯი. ხო, სერიოზული ნაბიჯი ხა ყოველთვის ამბობდა ქალბატონი ჯულია, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უნდა იდგეს სცენაზე და მე ყველაფერს გავაკეთე. მართლა ძალიან ბევრი რამეში დამეხმარა და მე ძალიან მადლიერი ვარ, რა თქმა უნდა, კი, ძალიან მადლიერი ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როცა შენ სტიმულს გაძლევს შენი პედაგოგი, რომ გეუბნება შენ უნდა იდგეს სცენაზე და მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის დღემდე, რომ ფართო საზოგადოებამ გამიცნოს რა ვიცი ვარ მე მგონი იცვლება რეპერტუარი რა თქმა უნდა იცვლება მე დღემდე ძიებაში ვარ ძალიან ბევრი სიმღერა მაქვს ჩაწერილი სხვადასხვა კომპოზიტორების მე მაქვს ნატო დოდიბაძის სიმღერა თეატრალურ კვარტეტთან შესრულებული და ასე შემდეგ ნუ მოკლედ და ყოველთვის ვარ ძიებაში და არ არსებობს სადღაც აუცილებლად გამოვა მე ამის მჯერა და დღემდე აი ესე მოვდივარ ძიებაში ვარ და თქვენი მუსიკალური გემოვნებას აი რას ამიჭერთ ხოლმე უპირატესობას, როდესაც პროფესიულად არ ემზადებით. აი რას უსმენთ ხოლმე? ჩემთვის მაინც არის პირველი ხალხური სიმღერა. გალობა, ხალხური, იმიტომ რომ ეთყობა ის გენში მაგ და რაღაცნაირად სხვანაირად. ხო, აი როცა მეძლება საშუალება მანქანაში მოусმინო, აუცილებლად უსმენ გალობას და ხალხურ სიმღერას. კი ბატონო და ზოგადად აი რა შეეხება ისე მინდა მსმენელს და მაყურებელს მივუბრუნდეთ თქვენ ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობთ საღამოს 7 საათიდან სოფო იწყებს სიმღერას რა თქმა უნდა ეხა რეაქციასაც ხედავთ რა სურს დღეს დღევანდელ მსმენელს ეს ცოტა რთული კითხვა იმიტომ რომ გემოვნებას გააჩნია მაგრამ აი რა არის ის რასაც ყველა უსმენს დაუშვათ თუმცა უმრავლესობა ხო აი რა ვიცი აქ თემა ცოტა ძალიან რთულია მინდა გითხრა და რატო არის რთული ჩვენ გვიწევს ისეთი სიმღერების შესრულება აბსოლუტურად რომ არ მინდა რომ ვიმღერო ხვდებით მაგრამ იცით როგორი მომენტია ჩვენ როცა გვაქვს ჩვენი პროგრამა იქ აუცილებლად სრულდება ის სიმღერა რაც არის გემოვნებიანი სიმღერები და ეს ძალიან დიდი ბედნიერება და ნუ ეხლა რესტორანში როცა გვიწევს ხან არის თხოვნები როცა იქ გიწევს არა გვესმის და ჩვენ ამაზე უარს ვერ ვიტყვით თუმცა აი ხო არის ხოლმე მომღერლისთვის რაღაცა სიმღერა რომელიც გამოწვევასავით არის რა დაუშვათ აი შეძლებ მე თუ არა ამის შესრულებას აი თქვენთვის რა იყო ეს აი და ამ დაძლევით ამ ბარიერის დაძლევით ბედნიერი რო ხდები აი თქვენთვის რა იყო ეგ კი სხვათა შორის ერთი სიმღერა იყო ლარა ფაბიანის ადაჯიო ყოველთვის ეს ქალბატონი ძალიან მომწონდა და ჩემი რაღაცას უსმენდი და სულ ფიქრობდი რომ აი გამომივა და მე მგონია რომ გამომივიდა იმიტომ რომ როცა ამ სიმღერას ვასრულებ ნუ არ ვიცი რა ხდება სამსახურში აი ძალიან ემოციურია ხშირად არ ვმღერი სხვათა შორის რომ ძალიან ცოტა ისეთი სამღერის სიმღერაა და თუ გამართულად არ ხარ ხმაზე ვერ იმღერებ და ვერიდები ხოლმე და მსმენელები სხვათა შორის ეკიდებიან ძალიან ისე ამ ამბავს რომ იციან რომ ხშირად არ უნდა მოითხოვონ ეს სიმღერა მაგრამ ამ სიმღერას როცა ვასრულებ მართლა ძალიან ბედნიერი ვარ იმიტომ რომ იმხელა ემოცია მოდის მე ადამიანების მხრიდან რომ ამაზე მეტი ბედნიერება მომღერლისთვის რა არის თავარი არის მსმენელი რომ შენი ნამღერით არის ბედნიერი და აპლოდისმენტი ნამდვილად რაც არ მაკლია მადლობა უფალს ამისთვის სოფიო თქვენ კიდევ გაქვთ ერთი აქტიობა ანუ დაქვემ ორგანიზაცია ზუსტად ეს არის ლიდერ ქალთა ორგანიზაცია არჩეულები ქალბატონი ხელმძღვანელოს და ჩვენ ეთერში სანამ შევიდოდით თქვენ გზანეთო თქვენთვის ძალიან სასიამოვნოა ეს საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობა იმ ადამიანებთან ურთიერთობა ვისთვისაც მღერით და აი ამაზეც რო გვესაუბროთ. ნამდვილად ესეა, იმიტომ რომ მე როცა პირველად მომიწია ამ ადამიანებთან სიმღერა და კონცერტი მართლა გაუგნებული ვიყავი, ანუ არ ვიცი რა ფილარმონია, არ ვიცი რა შემიცვლის იმ ადამიანებთან სიმღერას და ურთიერთობას. ეს იმხელა ცრემლები და სიმღერა და სიცილი, ყველაფერი ერთად იყო. აი არ ვიცით ხალხო ამას მართლა ვერ გადმოგცევთ და მე სულ ვითხოვ
დამიძახეთ ყოველთვის სადაც იქნება უსასყიდლოდ პირიქით მე მაძლევს კი ალბათონებთან დაწესებულებაში თან კათარზისში ხშირად კი და ახლო მომავალშიც ვიცი რომ არის დაგეგმილი და მე დიდი ბედნიერებით და ყოველთვის ველოდები რომ როდის იქნება რომ მე ამ ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა. აი როგორი კარგი ამბავია როდეს ადამიანს ეგეც სურვილია და ფაქტობრივად ეს არის დახმარება. კი მე მაბედნიერებს ნამდვილად, მაგრამ მე წარმომიდგენია რომ თქვენი ნამღერი და თქვენი ნახვით აი მარტო ნამღერი არა, ნუ ხაუნიშნე რომ ხო, ისინი დედად ბედნიერები არიან, ამით რომ თუ კი რამე შემიძლია, მე ნამდვილად ვერ მოვაკლებ ამ. ამასობაში უნდა კითხოთ აუცილებლად მოსწავლეებზე. ყავთ თუ არა მოსწავლეები? ვიცი რომ ხა დრო არ გაქვთ, მაგრამ ფიქრობთ თუ არა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ თვითონ მე უკვე პროფესიონალი მომღერლისთვის რომ თუნდაც თავისი გამოცდილება იქნება თუ თავისი, არ ვიცი, გზა თუ გადასცეს, ხო, ეს მომავალ თაობას და დარწმუნებული ვარ ხომ სურვილებიც იქნებიან. თუმცა ამას დრო უნდა. კი, დრო უნდა, იმიტომ რომ მე ისეთ საქმეს ვარ შეჭიდებული ამასთან ერთად პარალელურად ძალიან რთულია, ხო? მოთხოვნა იყო სხვადასხვა სტუდიებიდანაც, მეც თითქოს მქონდა ფიქრში, მაგრამ ძალიან შრომატევადი და საპასუხისმგებლოა ეს და ამიტომ მე ამ ეტაპზე თავს ვიკავებ. თუმცა ხა დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი დღეს, როდესაც გვესტუმრებით, გვეტყვით, დიახ, სოფო ერქომაიშვილის სტუდიას დავაანონსოთ. ხო, რატომაც არა. ფიქრობ, რომ ამის დროც მოვა. ვიცით რომ, ნუ ჩვენ ვიცით, მაგრამ მსმენელმა არც ის რომ სამი შვილის დედა ბრძანებით. და აი როგორ ძალიან რთულია ხო და სხვათა შორის ამას რო გაიგებენ როგორ ახერხებს ფორმაში ხარ ხანსად ხედავთ ხანსად აი არ ვიცი ალბათ გურული ხასიათი და სისწრაფე რო არ მქონდეს ვერაფერს ვერ მოვასწრებდი ყურადღებას ბავშვებს არ აკლებ ხო იმიტომ რომ დღის განმავლობაში მე ჩემ შვილებთან ვარ ყველანაირად ჩართული ნუ საღამოს იწყება ჩემი რაღაცა ეს მუსიკალური სამსახური ხო და ანუ არ მიშლის ესე გამოდის და ჩემი ეს სისწრაფეც ვეხმარებ. აი პირიქით მე ვფიქრობ რომ შვილებს არის ძალიან დიდი სტიმული. იმისთვის რომ ხო თავარია ვამბობ რომ ღმერთმა ყველას ჯანმრთელად უმყოფოს შვილი. ამ შემთხვევაში სტიმულია რომ ქალი იყოს ფორმაში. ოდნო იმიტომ რომ ყველა შვილს სიამონებს, როდესაც დედა ყველა დედა ლამაზია შვილისთვის, მაგრამ როდესაც არის ფორმაში, როდესაც არის აქტიური და რატომაც არა ეს კიდევ ძალიან დიდი სტიმულია და ქალბატონ სოფო ისევ და ისევ მინდა მიუბრუნდე დღევანდელ რეალობას აღნიშნეთ რომ ჩვენ მუსიკალური აირი ვართ ამჯერად მეგონი ჩემს გარდა ყველა ოჯახში ჩემს გარდა ყველა მღერის კარგი მსმენელი დედის დამსახურება დედის იმიტომ დედა იყო მუსიკოსი კონსერვატორია ჰქონდა დამთავრებული არაჩვეულებრივად უკრავდა ფორტეპიანოზე კი ადრე მოსწავლეები წყავდა მუსიკალურ სკოლაში სასწავლდა მე ძალიან დიდი წინა საუკუნის ამბებს ვიხსენებ ახლა კი ბატონო და მისი დიდი რა თქმა უნდა დამსახურება ის რომ მე მაქვს ყური და ვფიქრობ რომ კარგი ყური და თან ნუ ახლა მის სამეგობრო წრე და ძალიან ხშირად ვამბობ ხოლმე რომ მარცხილაძეს ეს ამბავს გავიხსენებ ხო ერთად სწავლობდნენ კონსერვატორიაში მეგობრობდნენ და რომა იყო ჩვენთან მოსული და ეხა დედას უნდოდა რომ მე მემღერა ძალიან ყველა დედას ხო და ეუბნება რომას რომ ეს რა ქვია მოდი ერთი ჟუჟუნაწვიმა ვამღეროთ და აბა მოისმინო ვიმღერე ჟუჟუნაწვიმა და ნუ ეხა რომა ხო იცით რა საყვარელი კეთილშობი და დედასეუბნება, ნუ მანჩო თუ მოვინდომებთ გამოვიყავთ რაღაცა გამოვა ხო და მე დამთავრებული ხო და ნუ აი რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია კიდე აი ყურის ამბავი ხო და რას ვთავაზობთ დაუშვათ ჩვენს მსმენელს მაყურებელს რას თავაზობთ იქ თქვენს დამსწრეს საზოგადოებას იმიტომ რომ გინდა მუსიკა ავიღოთ ნებისმიერი დარგი ხელოვნების გინდა მედია ავიღოთ შეგვიძლია პირიქით ვიზრუნოთ გემოვნების განვითარებაზე და პირიქით ხო ეხლა თქვენ შემთხვევაში ცოტა რთულად არის ვიცი მოკლედ ძალიან ბევრი ვისაუბრეს ხო იქიდან გამომდინარე დამკვეთი ისეთ რა არა მარტო თქვენ სფეროში აი ეხლა ჩემ მეგობარი არის ლანდშაფტის დიზაინერი ძალიან კარგი ლანდშაფტის დიზაინერია და სულ ამბობს ხოლმე რომ აი ისეთი ჭინჭყლი დამკვეთები არიან ხოლმე ამას ძალიან შეიცვალა ძალიან ყველაფერი ხო გემოვნებაზე არ დაუბენ თუ დაუბენ იმიტომ რომ მოთხოვნა რატომღაც მაინც
ბოლოს გართობაზე და არა ეს რა თქმა უნდა იქ ეხა გართობა ეს მოთხოვნები და აი თქვენ შინაგანზე თქვენ რომ მოგეცეთ საშუალება ანუ ყველა ჩემი ეს მთელი მონოლოგი ნუ ახლა ხო დაასრულე კი ბატონო ხო და აი სურვილი ყველა მომღერალს აქვს რაღაცა განსაკუთრებული ოცნება მოდი ესე ვთქვათ სურვილი და აი ყოველთვის სრულდება ხოლმე ეს და თქვენი ესეთი სურვილი რა არის და ოცნება როგორც ვოკალისტის პროფესიონალი ვოკალისტის ამას ვიტყოდი ყოველგვარი დაკვეთების და რა თქმა უნდა პირველ რიგში ის რომ ძალიან ბევრი სიმღერა ჩავწერო სხვადასხვა კომპოზიტორების ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ოცნება ნუ მე ვინც მიცნობს ყველა მიცის რომ ჩემი სოლო კონცერტი მინდა რომ კონტესტ ძალიან და შეუძლებელი არაფერი. ხო, შეუძლებელი არაფერი არ არის ნამდვილად, დავარია მონდომება და ალბათ საჭირო დროს, საჭირო მოხდება აუცილებლად მე ჯერ. გიფიქრიათ რომ საავტორო სიმღერა შეგექმნათ. საავტოროზე არა, იმიტომ რომ ეს არ არის ჩემი. მაშინ სხვანაირად დავსვამ შეკითხვას, ანუ თქვენ ყველაზე კომფორტულად რომელ კომპოზიტორთან გზნობთ თავს? ანუ ეხლა არ მინდა რომ ცალკე გამიგხო, ცოტა ისეთი რთული კითხვა, მაგრამ აი ნუ ყველასთან ვისთანაც თანამშრომლობთ, რა თქმა უნდა, გაკეთებთ. მოდი დაუტოვოთ სოფოს ამბავი თავისთვის, ხო, ანუ ბევრი არიან, ძალიან მომწონს გაბუდენი ლილიკონებსა და ძალიან მინდა რომ მქონდეს მისი სიმღერა ჩემს რეპერტუარში, კი, იმიტომ რომ დიდი სიყვარულით მე მქონდა შეხება ლილიკოსთან და რაღაცა მე ვერ მოხდა ეს ჩვენი სიმღერა, მე მჯერა რომ აუცილებლად მოხდება ეგ ამბავით. ხო, სხვათა შორის მაიკოს სიმღერას ჩვენ დღეს გავაჟღერებთ, ხო, ეთერით და კიდევ ერთი სიმღერა მაქვს ახლა, რომელიც უნდა გავაკეთო, აბსოლუტურად სხვა ჟანრია. და აი მზადების პროცესში ვარ ახლა და სექტემბერში ეს სიმღერა აუცილებლად უკვე მზად მექნება და ხო და ახალ სეზონსაც გვეწევთ. ხო, დიდი სიამოვნებით. ახალი სიმღერით. ხო, ეს სრულიად განსხვავებული. რაც შეეხება რეპერტუარს, აი არის თუ არა რომელიმე სიმღერა თქვენთვის გამორჩეული, რომელსაც სულ იმღერებთ, ყველგან იმღერებთ დიდი სიამოვნებით. ხო, აი პატრიოტული მაინც ჩემი, იმდენად ჩემი ეს პატრიოტული სიმღერების ქართული. აი გამოვყოფ ხა და ვიტყვი. ძალიან მიყვარს სიმღერა კახეთო. და სხვათა შორის ხა პატარა ვერზე ხშირად არის ხო? თუ გადავავლეთ კახად. ეხა თურქეთში ვიყავით ლიდერ ქალთა საზოგადოების წევრები რაღაც კონფერენცია იყო და ჩავედი და იქ საერთოდ სპონტანურად აი ეს ქუჩაში მოვდივარ დევს ეს შეასკვერზე და სადაც ჩავდივარ ქვეყნებში ყოველთვის მღერია სიმღერას ხო რაღაცა ესეთი ტრადიციაა და არ ვიცი ამან ისეთი ამბავი ეთყობა ეს თურქეთში რომ ვიმღერეს სიმღერა არ ვიცი რატომ მოხდა ეს კარგად იმღერეთ და კარგად ეს უკვე ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ხო ეს ქუჩაში აი ესე დავდექი და მღერი და იქ როგორი გამოხმაურება იქ ნუ არ ვიცი იქ არ ჩანს ხალხი ითხოვდა რომ სად არისო ის აპლოდისმენტები და იქ მოჭრილია მე ვერ დავდეთ ხო არ იყო ისეთი ანუ საერთოდ ისე იყო გადაღებული არ მქონდა ეს დაგეგმილი და უბრალოდ განვათავსე ისეთი ამბავი მოყვა ხალხო ამ ჩემს ვიდეოს ჯერ უამრავი ათასობით კომენტარი და ყველა დადებითი მეფერებო და ისეთი ბედნიერი ვიყავი თვალი რომ გავახილე და შევედი და ეს SMS-ები დამხვდა არ ვიცი დღემდე მადლობას ვუხდი იმ ხალხს იმიტომ რომ სულ ახლდება ეს კომენტარები და იშვიათობაა რომ ნეგატიური კომენტარი და სხვა შორის მაგას აღნიშნავდი რომ ერთი ვიღაცა ხო შეიძლება გამოეთქვა რომ აი რატო იმღერის ან რაღაც არა კიდევ ერთხელ არის მაგალითი იმისა რომ გემღერება უნდა იმღერო რა არ აქვს მნიშვნელობა აი მოგინდათ და იმღერეთ და როგორ და ამას იცი რა ეს ხო შეგნებულად არ გააკეთე კი და ხვდება ადამიანიც ამ უცბელობას და ამ უბრალოებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის კარგი რამე აღნიშნეთ რაც შეეხება ნუ პროფესიონალიზმი თავისთავად მაგრამ როდესაც გულწრფელობა უბრალოება ამას ახლავს ხო მაგ შემთხვევაში ჩვენ ეკრანზე სტუდიის მიღმაც ვისაუბრეთ ჩეს თომასაც გპატიობს ის მსმენელი და მაყურებელი როდესაც ხარ სიყვარულით სავსე და გულწრფელი ამას ნამდვილად ვერ ითამაშებ და პირიქით ამას ყოველთვის ამჩნევს შენი მსმენელი და მე ზუსტად მაგით გამოვირჩევი ვიტყვი რომ ძალიან გულწრფელიც ვარ ძალიან თავდაბალი და ჩემს მსმენელთან მაქსიმალურად ვცდილობ რომ ის რომ კი ახლოს იმიტომ რომ ეს ძალიან ბედნიერებას მანიჭებს კი ბატონო და აი რაც შეეხება ზოგადად სიახლეებს პატრიოტული ეს არის ხა ის თემა რომელზეც მე ვფიქრობ რომ ყველა იმღერებს
იმიტომ რომ წარმოუდგენელია. ყველა წვერი იმღერებს. არა, ყველა იმღერებს, არა, რას ვამბობ, ანუ პროფესიული კუთხით კი არა, მეც მღერი ხოლმე. ანუ მე რომელიც ვერ მღერი, რაღაცა მაქვს ხოლმე რომ მინდა რომ ვიმღერო. ეს ვამბობ რომ ისეთი ჟანრია, რომ ყველას ან გულში მღერის, ან სცენაზე მღერის, ან არ ვიცი, რომ ან ლექსად ამბობს. მაგრამ ხო, ძირითადად თქვენი ჟანრი რომელია, აი უფრო ალბათ უფრო soul-ი. ჯაზიც ძალიან მომწონს და მინდა ამ სტილშიც რაღაცეები მოვსინჯო. ხო, კი და მინდა აუცილებლად. ხო, გეუბნებით, აი ვარ ძიებაში. ბევრი რაღაცეები მინდა გავაკეთო და ჩავწერო და აი მე მიხვდები ხალხი როგორ მიიღებს, აი ვაკვირდები მე ამ ყველაფერს და მე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მომღერალი სულ ძიებაში თუ არ ხარ და არ ვითარდები, არ ვიცი, ხო სხვანაირად შემფასებელი. პირველი, რა ვიცი, ჩემი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, მეგობრები და პირველი ვინც იყო სამწუხაროდ ის ჩემს გვერდით აღარ არის, ეს არის დედა. ასანანი. ხო. აი სიმღერა რომელიც უნდა გაჟღერდეს თქვენ კადრს მიგმობძანეთ, რომ გარკვეულწილად აი ცოტა მტკივნეო კი როგორც კი ეს სიმღერა მოვისმინე და მაიკომ გადმომიგზავნა, ვთქვი რომ ეს სიმღერა უნდა იყოს ჩემი თქო და მართლაც გახდა ჩემი და ეს სიმღერა დედას მიუძღვენი მე. ჩვენ დღევანდელ ეთერს ამ სიმღერით დავასრულებთ, თუმცა მანამდე დრო კიდე გვაქვს და მინდა რომ გავაგრძელოთ საუბარი. რაც შეეხება აი პირველ შემფასებელს ესე ხო და ნუ ოჯახის წევრები ძირითადად ყველა ეს მხატვარი იქნება, ეს თუ პოეტი იქნება, ხშირად გვეუბნებიან რომ ოჯახის წევრია შემფასებელი. რამდენად ახდენს გავლენას თქვენზე აი პირველი შემფასებლის რეაქცია, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ მოგწონთ და უცებ იმ ადამიანს რომელიც თქვენთვის არის ძალიან კომპეტენტური და მისი მოსაზრებაც კომპეტენტური, აღმოჩნდეს რომ გითხოთ მე რაღაცა არ მომწონს. აი მაშინ რა ხდება? არა, სხვა შორის მე ყოველთვის რითი ვიწყებ. აი პირველ რიგში რა არ მოგწონთ? აი ჩავწერე სიმღერა და გადაუგზავნე ჩემი ახლო მეგობარია, ჩემი დედმამიშვილია, ვთქვათ ოჯახს. იმას კი არ ვეუბნები რა მოგეწონ, რა არ მოგწონს, იმიტომ რომ მე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ მე ის გამოვასწორო აუცილებლად და ჯანსაღი კრიტიკა ეს აუცილებელია და კი, ამ ამბავს განწყობას არ გიფუჭებთ? სხვათა შორის არა. მე არ იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკა. ხო, აი მე არ მიფუჭებს პირიქით, მირჩევნია რომ აი არ მიყვარს ზოგადად რომ აქებენ, არ ვიცი რამდენად ის არის. ზოგადად ადამიანი უხერხულად. ხო, მე უხერხულ მდგომარეობაში ვარ ამ დროს კი და ყოველთვის ვითხოვ, არა, ნუ მაქებთ, მირჩევნია რაღაცა სხვა კუთხით დაინახოთ, რაღაცეები მითხრათ, მირჩიოთ, ვიდრე ესე, რა კარგია. ოღონდ სოფო დოზირებული ყველაფერი კარგია, მინდა გითხრა, ჩექებაც კარგია დოზირებული და რა თქმა უნდა, ჯანსაღი კრიტიკა რა თქმა უნდა. სიამოვნებს ახლა როგორ ვიტყვი, რომ არ სიამოვნებს, მაგრამ ხო ხვდებით, რაღაცნაირად ცოტა უხერხულობას მიქმნის. ეს არის პროფესიონალიზმის კიდევ ერთი დამახასიათებელი თვისება. და პასუხისმგებლობა. ამაზე მინდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნახეთ ახლა თქვენ სფეროში უკვე რამდენი ხანი აწლეულები ბავშვობიდან მღერით, ხო? ჩვენ ვართ აგერ მედიაში უკვე ჩვენ ცხოვრების ნახევარი გავატარეთ და ნახევარი ცხოვრების. კი, გავატარეთ კი და აი რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ასაკთან ერთად როგორ ფიქრობთ, პასუხისმგებლობა იზრდება თუ მატულობს თუ უკვე არა მე უკვე პროფესიონალი ვარ და დამთავრებული ამბავია. აი როგორ ფიქრობთ? პირიქით, ჩემ შემთხვევაში უფრო მეტად დაკვირვებული, მეტად პასუხისმგებლიანი და რა ვიცი, სხვანაირად, რა ვიცი, რანაირად შეიძლება ვთქვა, რომ ეხლა მე უკვე მივაღწიე და ეგეთი რამე არის. კი ბატონო, და სწორედ ეგეთ ახვედ პროფესიონალიზმი არის ის, როგორც თქვენ თქვით, რომ ძიება, განვითარება. კი ბატონო. არასდროს არ ვარ კმაყოფილი, ყოველთვის კრიტიკული თვალით ვუყურებ, რა ვქნა, ესეთი ვარ ახლა, კარგია თუ ცუდია, ესეა. ზომიერი ყველაფერი კარგია, კრიტიკას, თვითკრიტიკაც რა თქმა უნდა რა და ჯანსაღი კრიტიკა, ჩვილების დამოკიდებულება, მაინტერესებს თქვენ შემოქმედებასთან, ჩვენ ახალგაზრდა თაობაზეც უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ნებისმიერ ამბავში პირველი სამიზნე ჯგუფი არიან ახალგაზრდები. ჩვენთვის ყოველ შემთხვევაში ხო ძველგაზრდები ნუ გვიწყენთ, მაგრამ ასეა მე მგონი მიშა რა სიტყვა. ძველი რადიო კი ქვია ჩვენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდები. ძალიან მნიშვნელოვანია, სხვათა შორის ჩემი პატარა გოგო ანას აქვს ნიჭი, სმენა ძალიან კარგი და ძალიან მიხარია 4 წლის არის. და ისეთი ბედნიერი ვარ, რომ ეს ნიჭი აღმოაჩნდა და სხვათა შორის ვაპირებთ
აუცილებლად ნუკრი კაპანაძის სტუდიაში მინდა მივიყვანოთ ანა აუცილებლად სექტემბრიდან და ძალიან ბედნიერი ვარ მოკლედ ამით. ბიჭებს რა შეეხება? ბიჭები სხვა შორის უფროს ანდრიას იდეალური სმენა აქვს მღერის კიდეც, მაგრამ არ უნდა, იმიტომ რომ ფეხბურთი არის მისთვის ყველაფერი და ამიტომ მე ვერაფრით ვერ დავაძალებ. ნამდვილად ახლა შენ და იმღერო ეს ხო თავისთვის ყოველთვის იმღერო. კი, ხო. მე ჩემთვის გულში სულგული. ბაჭოს მიშა არის მელომანი და ყურია არაჩვეულებრივი და მღერის კიდევა ძალიან კარგი. არა, როგორ არა, ნუ სცენაზე არა, მაგრამ თავისთვის. კი ბატონო. სოფიო, აი სამომავლოდ რას გეგმავთ აი ესეთი აი თქვენ საზღვარგარეთაც ხშირად აი ჩემი სამომავლო და ეს აუცილებლად უნდა გითხრათ რომ ვაპირებ იტალიაში ჩასვლას მე არ ვიყავი ერთხელ ამ ხარეში, ტრიესტეში. შევხვდი იქ ემიგრანტებს წლების განმავლობაში, რომლებიც ისინი არ ყოფილან საქართველოში და ისეთი მონატრებულები ამ ქართულ სიმღერას, ამ ოლხენას, ყველაფერს და მოკლედ ისეთი ბედნიერი წუთები გავატარე მათთან ერთად და ეს რომ ისევ არ განვამეოროთ, არაფრით არ შეიძლება და მელოდებიან მოკლედ ის ადამიანები მე და არაერთ ხარეში კი და ძალიან დიდი სიყვარულით მინდა რომ მოვეფერო ჩვენს ემიგრანტებს, იმიტომ რომ მოგიკითხეთ ჩვენგან რო ჩავწანდებით. აუცილებლად მათ ძალიან სჭირდებათ ეს. სოფიო, ჩვენი საერთოდ რო ნენელა უკვე დასასრულს უახლოვდება და ახლა კიდევ ერთხელ იმ სიმღერას დაუბრუნდით, რომელიც ახლა გაჟღერდება. დიახ, ეს არის დედას რომ მიუძღვენით. დიახ, ეს არის მაიკო კაჭკაჭიშვილის ტექსტზე და რა თქმა უნდა მას ეკუთვნის თავიდან ბოლომდე ეს სიმღერა და რა ვიცი დედას მიუძღვენი დიდი სიყვარულით და მე ვიცი რომ ყოველთვის ჩემს გვერდით არის ის და მფარველობს და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ის იყო ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად უხაროდა და ბედნიერი იყო იმით რომ მე სადმე დამინახავდა და მოკლედ ვაგრძელებთ აუცილებლად მის დანაბარებს. ძალიან დიდი მადლობა გისურვებ წარმატებებს და სიახლეებით გელოდებით. ამ სიმღერით დავასრულებ. სოფო ერქომაიშვილი იყო ჩვენთან. მადლობა. მადლობა. Tarsus sulis natili Samuda